ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა. ვინ არის ქონების გადასახადის გადამხდელი ფიზიკურმა პირმა რა ვადაში უნდა წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია და რა ვადაში გადაიხადოს შესაბამისი გადასახადი. ამ თემაზე ვცვლად ჩვენ სტუმართან შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროს ლევან გებუაძესთან ერთად ვისაუბრებთ. მოგზაურობთ ბატონო ლევან. დილამშვიდობის. არაერთ ხსის გვისაუბრია ამ თემაზე, მაგრამ კითხვები მაინც მრავლად არის. მოდი დავიწყოთ იმით, ვინ არის ზოგადად გადასახადის გადამხდელი და ვინ უნდა შეავსოს 1 ნოემბრამდე დეკლარაცია. კი ბატონო, დავიწყოთ იმით, რომ ორ შემთხვევაში ძირითადში ეს არის თუ ფიზიკურ პირს და მის ოჯახს გასულ წელს მიღებული აქვს 40,000 ლარზე მეტი შემოსავალი და გააჩნია დასაბეგრი ქონება და მეორე მიუხედავად შემოსავლის ოდენობისა თუ აქვს მიწის ნაკვეთები, რომლებზეც არ ვრცელდება საგადასახადო შეღავათი. კი ბატონო, ახლა რა იგულისხმება ოჯახში? ოჯახში იგულისხმება მეუღლეები, დედამამა თუ ასე შემდეგ. კი ბატონო, კანონმდებლობით არის დადგენილი უპირობოდ მეუღლეები, რომ ოჯახის წევრები არიან და არასრულწლოვანი შვილი. ხოლო გარდა მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილისა, თავად ფიზიკურ პირს შეუძლია განსაზღვროს, ვინ არის მისი ოჯახის წევრი, მუდმივად ცხოვრები, რომელთან ერთად ეწევა ერთობლივ მეურნეობას. ეს არიან მშობლები, და-ძმა, პაპა, ბებია, შვილიშვილი. ანუ მათზეა დამოკიდებული, ეს არ არის სავალდებულო, რომ თუ ერთად ვცხოვრობთ, იგულისხმება, რომ ჩემი ოჯახის წევრია და ითვლება. თუ აი ამ წრით ჩამონათვალიდან ერთად ცხოვრობენ და ერთად ეწევიან მეურნეობას, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრია. კი ბატონო. რაც შეეხება 40,000, ეს არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი, რა ითვლება, რა უნდა შედის ამ შემოსავალში კონკრეტულად. ხელფასი ჩარიცხულია, მაგრამ ხო, შეიძლება მე მაქვს მცირე რაოდენობის ხელფასი, მაგრამ მაქვს მაგალითად ანგარიში ბანკში, ან რაღაცა სხვა შემოსავალი, ან მირიცხავს ოჯახის წევრი, თქვათ, ყოველთვიურად, აი რა ითვლება ამ 40,000-ში. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ვიცოდეს მაყურებელმა, როგორ ითვლება 40,000, რა ითვლება 40,000 ლარიანს შემოსავლის განსაზღვრისას. პირველ რიგში ეს არის, რა თქმა უნდა, დარიცხული ხელფასი და არა ხელზე აღებული, რომელსაც მიჩვეულები ვართ, რომ ანგარიშზე ჩაგვერიცხება და გონია, რომ ეს უნდა დავითვალოთ 12-ზე გადავამბავი. დარიცხული ხელფასი, კი, მნიშვნელოვანია, რომ ეს განუმარტოთ მაყურებელს, რომ არის დარიცხული ხელფასი. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშზე ღებულობს 20%-ით ნაკლებს, ანუ საშემოსავლო გადასახადის დაკლებით. მეორე თუ მოქალაქე ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, არის თვით დასაქმებული, იმდროინდელი წარება მაგალითად დასაბეგრი შემოსავალი ნებისმიერი საქმიანობიდან, მისი საქმიანობიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი უნდა ჩათვალოს. ასევე ჩვენ გვყავს კატეგორია მოქალაქეების, რომლებიც არიან მცირე ბიზნესის სტატუსის გადამხდელები და მათი შემოსავლის 25% უნდა იქნას დაანგარიშებული. ანუ რომ შევაჯამოთ ეკონომიკური საქმიანობიდან და არაეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი დაიანგარიშება 40,000 ლარიანი ზღვარის ამ შემთხვევაში მე შემოსავალი ბოდიში ნუცა უბრალოდ კი ვიკითხე, მაგრამ მაინც რომ დავეზუსტოთ, ანუ დაუშვათ თუ მე არ ვიღებ ხელფასის სახით ან რაღაცა კონკრეტულ საქმიანობიდან გამომდინარე, მაგრამ მაგალითად ნუცამ გადაწყვეტა და ყოველთვე მირიცხავს რაღაცა რაოდენობის თანხას, იქიდან მე 10,000 ლარს ის არ ითვლება შემოსავლა. თუ ნუცა არ არის თქვენი ოჯახის წევრი და გირიცხავთ, ეს არის თქვენთვის სარგებელი, ხო? მიიღეთ საჩუქარი სარგებლის სახით. ეს უნდა დაიანგარიშოთ თქვენ. ეს ესე იგი რა თქმა უნდა. თუ მე მაგალითად ბანკში მაქვს ანგარიში, რომელიდანაც თქვათ რაღაცა პროცენტი სარგებელი პროცენტი გერიცხებათ ასე შემდეგ, ხო? შეიძლება გაქირავებული გაქვთ რაღაცა ფართიც, ისიც შედის, რა თქმა უნდა, ნებისმიერი შემოსავალი. ჩვენ აქვე უნდა ვთქვათ, რა არ შედის შემოსავლებში. უფრო მარტივად მივახადებთ, რომ დიდი ჩამონათვალი არ იყოს. არ შედის ჩვენ გვყავს ესეთი ფიქსირებული და მიკრობიზნესის სტატუსის მქონე გადასახადის განახდელები, მათი შემოსავალი არ დაიანგარიშება. მაგალითად, ასევე არ გაითვალისწინება თუ ფიზიკურ პირს გააჩნდა საკუთრებაში ქონება ბინა 2 წელზე მეტი ვადით, მოახდინა მისი რეალიზაცია, მიიღო შემოსავალი, ეს შემოსავალიც არ გაითვალისწინება. ასევე ოჯახის წევრისაგან, ნახეთ, ოჯახის წევრისაგან მიღებული ქონების ღირებულება არ გაითვალისწინება შემოსავლებში, იმიტომ რომ ეხლა ოჯახის წევრი ერთი მეორეს რო გამესაჩუქებს შემოსავლებში, როგორ უნდა გავითვალისწინოთ, ხო? ასევე არ გაითვალისწინება მაგალითად ხშირად არის შემთხვევები ხოლმე, რომ ერთ ადამიანს მაგალითად სამსახური იქნება თუ რა ვიცი, რაღაცა ჯგუფი ურიცხავთ რაღაც თანხას, რაღაცა ხარჯი უნდა გავწიოთ, ხო? ის ადამიანი, რომელსაც ერიცხება მაგალითად 20 ფიზიკური პირის შემოსავალი, რაღაცის საკეთლად, რაღაცის დასაორგანიზებლად ხარჯს გაწევს. ეს არ არის შემოსავალი გასათვალისწინებელი, ხო? ეს არის უბრალოდ ანგარიში გამოყენებული იმისათვის, რომ მარტივად შევაგროვოთ ყველამ რაღაცა თანხა, რაღაცა დანიშნულებით, ეს იქნება კონტროლი როგორ დაბატონება. ნახეთ, თქვენ ახსენეთ, რომ თუ კი თქვათ ოჯახის წევრმა მაჩუქა სახლი, ეს არ დაიანგარიშება, მაგრამ თუ კი ოჯახის წევრმა დედამ მაჩუქა, მე არ ვიცი რაღაც 20,000 ლარი,
ის დაიანგარიშება? ნახეთ, ოჯახის წევრმა თანხა რო გაჩვქოთ, თქვენ თუ ავსებთ საოჯახო დეკლარაციას, ვთქვით რომ ოჯახის წევრმაო. არა, შემოსავალად და არა, უნდა გავიმიჯნოთ ოჯახის წევრი და არა ოჯახის წევრი. ოჯახის წევრისაგან მიღებული არ დაიანგარიშება, როგორ შეიძლება ერთი და იგივე შემოსავალი ორჯერ დავიანგარიშოთ, იქნება ეს დედისგან აჩუქარი შვილისთვის, ხო? ის არის ოჯახი. არა, ნახეთ, მე რა ვკითხულობ, აი ეს რო გამიჯოთ. მე დეკლარაციას ვავსებ, წლებია ჩემს მეუღლესთან ერთად. დიახ. დედა ჩემთან ერთად მე არ ვავსებ. მაგრამ დედა ჩემი თუ მირიცხავს თანხას თქო, ეს სარგებელია და დაიანგარიშება თუ საჩუქარია თუ რა. თუ დედა თქვენი ოჯახის წევრი არ არის, ცალკე ცხოვრობს, აი ნახეთ, ეს ხო თქვით და განისაზღვროს ის ითვლება ოჯახის წევრად თუ არ ითვლება? კანონმა თქვა რომ მეუღლეები უპირობოდ არიან ოჯახის წევრები. დანარჩენი დედა თქვენთან ცხოვრობს თუ არა, თქვენ განსაზღვროთ, ჩვენ ხო არ ვიცით. და თუ ერთობლივად ეწევით მეურნეობას, რას ნიშნავს, რომ ერთობლივად ცხოვრობთ, რა ვიცი, კომუნალურებს იხდით და ასე შემდეგ ერთად ერთ სივრცეში ცხოვრობთ. თქვენ განსაზღვროთ, თქვენ იცით ეს. და ამიტომ თუ არ არის ოჯახის წევრი და მისგან მიღებული შემოსავალი ეს სარგებელია თქვენთვის, თქვენ უნდა დაიანგარიშოთ, მაგრამ თუ დედა ოჯახის წევრია, ამ შემოსავალს არ გაითვალისწინებთ. ისედაც ერთხელ უკვე გათვალისწინებულია დედის შემთხვევაში, ხო იქ, როდესაც საოჯახო დეკლარაციას აღდგენს ერთ-ერთი წევრი, შესაძლებელია ერთ-ერთმა წარმოადგინოს და მიუთითოს სხვა დანარჩენი ოჯახის წევრების შემოსავლებიც და ქონება, იქ არანაირი შედეგი არ აქვს იმას მეორეჯერ დაანგარიშებას, თუმცა ოჯახის წევრებს შორის ხდება თანხის ჩუქება თუ ქონების. აი თუ სახლი წელს ვიყიდე, აი ვიყიდე 2025 წელს სახლი შევიძინე თქვა. 2025 წლის დეკლარაციაში უკვე წერ? მაშინ ვთქვათ, რომ 25 წლის დეკლარაციაში იწერება უძრავი ქონება გასულ წელს საკუთრებაში არსებული მიუხედავად თვეთა რაოდენობისა, რამდენ ხანს ფლობდით. ანუ 2024 წელს. მიწის შემთხვევაში მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით უნდა იყოთ მე საკუთრე რომ მოახდინოთ 25 წლის ქონებრივი გადასახადის დეკლარაციაში. ანუ უძრავი ქონება და მოძრავი ეს იქნება ავტომობილი, იქნება თუ ვისაც ყავს იახტა, შვეულფრენი თვითონ რა ვიცი. ეს ყველაფერი არის გასული წლის საკუთრებაში, ხოლო მიწები არის მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით. რა შემთხვევაში აქვს უფლება ფიზიკურ პირს არ წარადგინოს საერთოდ დეკლარაცია? თუ მას არ გააჩნია დასაბეგრი ქონება, შეუძლია არ წარმოადგინოს. ან თუ გააჩნია, მაგრამ ეკუთვნის საგადასახადო შეღავათები და ვალდებულება არ წარმოეშვება, შეუძლია არ წარმოადგინოს დეკლარაცია და კიდე ერთი, როდესაც ბუნებრივად 40,000-ზე დაბლა თუ არის საერთოდ ხო? 40,000-ზე დაბლა თუ არის და ერიცხება მიწის ნაკვეთი, რომელზეც შეღავათი აქვს, შეუძლია არ წარადგინოს დეკლარაცია. მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით აქაც იგივე პრინციპი მოქმედებს, ხო? თუ ოჯახის წევრმა მაგალითად მაჩუქა მე მიწის ნაკვეთი, ან მისგან გადმომეცა კონკრეტული ქონება და ის ან დამჩა როგორც მემკვიდრეს, ამ შემთხვევაშიც არ წარმოიშვება გადასახადი, ხო? თუ ოჯახის წევრისაგან მიღებული ქონება მიწა იქნება თუ ნებისმიერი უძრავი თუ მოძრავი ქონება, შემოსავალში არ გაითვალისწინება თუ ვინაიდან ოჯახი ისედაც საოჯახო დეკლარაციას წარმოადგენს და მასზე თუ 40,000-ზე მეტია შემოსავალი, სხვა შემოსავალი. ეს ქონებაც ისედაც ხდება დააბეგრის ობიექტში, ანუ ისედაც გადასახადი იხდევინება მასზე. კი, მე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით გულისხმობდი ამ შემთხვევაში. თუ რაღაც ერთჯერადი თანხაზე, აი თქვა, აი ერთჯერად სარგებელზე, მაგალითად რაღაცა კომპანიამ რაღაც ღონისძიების წაყვანის სანაცვლოდ ჩარიცხა თანხა, ესეთი თანხებიც ითვლება? ნებისმიერი სარგებელი, რომელიც მიღებულია არაოჯახის წევრისაგან, ჩაირთვება ერთობლივ შემოსავალში. ნებისმიერი შემოსავალი. გასაგებია. შეიძლება ეს ერთჯერადი ხასიათის იყოს, კი ბატონო. კი ბატონო, ეთემიკოს კითხვას გავაგრძელებ მაშინ რომ რა შემთხვევაში აი დეკლარაცია არ წარადგინა, მაგრამ რა შემთხვევაში არ ევალება, თქვენ წეღარ ნახსენეთ რომ შეიძლება არ წარმოიშვას რაღაცა კონკრეტულ შემთხვევაში გადასახადი და არ ევალება შევსება. რა არის ის გამონაკლისები, რადგანაც არ უნდა შეღავათები ჩამოთვალოთ, მაშინ საგადასახადო შეღავათი რა შემთხვევაში ქონება არ იბეგრება გადასახადით. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეს არის მიწის ნაკვეთები, იქნება ეს 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით 5 ჰექტამდე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწები არ იბეგრება. ასევე 2011 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დევნილთათვის იყო გადაცემული 5 ჰექტამდე სასოფლო დანიშნულების მიწები არ იბეგრება. სტიქიის შედეგად თუ არის დაზიანებული მიწა და მოსავალ ნახევარზე მეტი განადგურებული არის მიწის გადასახადით, ასევე არ იბეგრება. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები ფიზიკური პირის ამავე მაღალმთიან დასახლებაში არსებული მიწის ნაკვეთები არ იბეგრება მიწის გადასახადით. ეს არის საცხოვრებელ სახლზე, ბინაზე
გარაგზე, ავტოფარეხზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი ოღონდ უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში. ანუ შეიძლება სრულად არ იყოს განთავისუფლებული, მაგრამ ნახევარი იყოს ან რაღაცა კვადრატულობა 100, 600 და ასე შემდეგ იყოს განთავისუფლებული. სრული ჩამონათვალი სხვადასხვა ჩვენ საიტზე არის და შეუძლია მოქალაქეს ნახოს საგადასახადო შეღავათი, როდესაც კი ბატონო, ესმე შეტყობინებებიც მოდის ხოლმე გადასახადებთან დაკავშირებით, თუმცა ეს დაფუძნებულია იმაზე, მე რა დეკლარაცია მაქვს წარდგენილი. დაუშვათ არ მაქვს დეკლარაცია წარდგენილი, ამ შემთხვევაში მხოლოდ ესმე შეტყობინებას ვერ დავეყნობი, ხო? ანუ როგორ უნდა გავარკვიო მე მიწევს თუ არა რაღაცა გადასახადი, რომ რამე არ გამომჩეს. თქვენ სწორედ ზანეთ, ესმე შეტყობინება ეგზავნება იდენტიფიცირებულ შემოსავლებს, რომლებიც დეკლარაციებს ეფუძნება, მაგრამ ის, როდესაც არ არის დეკლარირებადი შემოსავალი და ისე აქვს მიღებული მოქალაქის შემოსავალი, საიტზე შემოსავლების სამსახურის საიტზე RSG არის განთავსებული ინფორმაცია თუ რა შემთხვევაში ვის ეკუთვნის ქონების გადასახადი და ურჩევ ყველას რომ ეწვიოს ჩვენ საიტს და გაეცნოს დეტალურად და კითხვების შემთხვევაში ასევე შეუძლია ისარგებლონ სატელეფონო ცენტრის მომსახურებით ან მოგწეროს ჩატის საშუალებით. ერთი კითხვა გამიშთა, მაგრამ ჯერ უნდა გავარკვიო რამდენად სწორად ვეჭვობ. ანუ გადასახადი, ქონების გადასახადი დაიანგარიშება შევსებული დეკლარაციის შესაბამისად. რაც უფრო მეტია, მით უფრო მეტია სავარაუდოდ გადასახადიც. შემოსავალი თუ არის 40-დან 100,000 ლარამდე არის საშუალოდ 0.2% გადასახდელი თანხის უძრავ ქონებაზე შეიძლება ნაგებობებს გულისხმობ და არამიწას, ხოლო 100,000-ზე ზემოთ უკვე 4-ჯერ მეტია 0.8%. ვის იმ ოჯახს რომელსაც აქვს 100,000 ლარზე მეტი შემოსავალი 4-ჯერ მეტი გადასახადის გადახდა. მაშინ აქ მიშდება აი კითხვა სწორედ რომ თუ კი ადამიანმა არა კეთილს ნდისიერად ფიზიკურმა შეავსო ეს დეკლარაცია, იმიტომ რომ არ უნდა რომ ბევრი გადაიხადოს. რა ხდება ამ დროს? ამ შეამცირა გადასახადი, მოდი ესე ვთქვა. რა თქმა უნდა, გადასახადის შემცირებისათვის არ არსებობს საგადასახადო სანქციები და ითვალისწინებს 50%-ამდე კუთვნილი გადასახადის 50% შემცირებული ოდენობის, ხო, 50%-ამდე ჯარიმას ითვალისწინებს ასევე საურაუსას გადაუხდელობისათვის და ამიტომ ყველას ურჩევ რომ ყურადღებით შეავსონ ღირებულებები ქონების. ქონება უნდა შეფასდეს გასული უძრავ ქონებასთან მიმართებაში გასული წლის საკუთრებაში რაც არის ის წლის ბოლოს შესაძლო სარეალიზაციო, რომელსაც ჩვენ უწოდებთ საბაზრო ღირებულებას, ანუ წყაროები ბევრი არის, შეუძლია მოქალაქემ საჯარო წყაროებიდან იხმძღვანელოს და ისე შეავსოს ქონების ღირებულება. მიწის ნაკვეთებთან მიმართებაში მარტივია, იქ კვადრატულობის მიხედვით დგინდება გადასახადი, ანუ სასოფლო-სამეურნეო ჰექტრებში იწერება, არასასოფლო-სამეურნეო კვადრატულ მეტრებში და უკვე დეკლარაციის შევსების ეტაპზე თავად ანგარიშობს პროგრამა და შეტყობინება გამოსდის გადასახადის განახორციელებას. უბრალოდ აქ მივაქციოთ ყურადღება, რომ ჩვენ ყველას ვაფრთხილებ და ეხლა უკვე პირველად წითლათაც გამოვიტანეთ, რომ შემცირებული ოდენობით ღირებულება არ იყოს მითითებული, ვინაიდან ეს იწვევს შემცირებისათვის დამატებით სანქციას, რაზეც ვისაუბრე 50%-ამდე ოდენობით და ამიტომ ჩვენი მიზანია რომ ყველამ მივუთითოთ რომ ღირებულება იყოს საბაზრო მითითებული და არა თუ როგორც თქვენ მზანეთ შემცირებული ოდენობით განზრახ იმისათვის რომ ნაკლები მოუწიოთ, იმიტომ რომ ამას ვაიდენტიფიცირებთ შემდგომში, ხდება მონიტორინგი და ინიშნება შემდგომში უკვე შემოწმები და ეკისრება სანქციები დამატებით. და ჩვენ ეს რა თქმა უნდა ყველაფერი არ გვინდა. დიახ, არარეზიდენტ პირებს, ვინც ფლობს საქართველოში კონკრეტულ ქონებას, ამ შემთხვევაში როგორ ხდება დაანგარიშება? მხოლოდ იმ ქონებაზე, რაც მას საქართველოში გააჩნია, თუ სხვა ქვეყანაში, სადაც თქვათ ის რეალურად არის დარეგისტრირებული. რა თქმა უნდა, ქონების გადასახადი იხდის ფიზიკური პირი, მათ შორის არარეზიდენტი იმ ქონებაზე, რომელიც მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე. თუმცა არამოქალაქე და არარეზიდენტებთან მიმართებაში შემოსავალში გაითვალისწინება მათ მიერ შესაძლოა მათ შემოსავლის წყარო ჰქონდათ საქართველოში ფართი გაქირავებული მაგალითად ეს შემოსავლიც და თავიანთი რეზიდენტობის ქვეყნების მიხედვით მიღებული შემოსავალი, ანუ შემოსავალში ორივე გაითვალისწინება და დაბეგვრის ობიექტი ქონება ესე ვთქვათ არის მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული. და შემოსავალს რაც შეხება, ეხლა ეს კი ჩვენ ვთქვათ შესაძლოა არ გვეხება, მაგრამ ადამიანს რომელიც მაგალითად აქ ფლობს ქონებას და იხდის ამ გადასახადს ჩვენ ქვეყანაში. მათ შორის იქ მიღებულსაც, როგორც თქვენ აღნიშნეთ. ანუ ორმაგათი ვეგრება, გამოდის რომ იმ ქვეყანაშიც იხდის იმ შემოსავალს და ამ ქვეყანაშიც იხდის, რაც აქ არის, ეს ორმაგი უწევს გადასახადი თუ როგორ. მოდით ესე გავიმჩნევთ. ქონების გადასახადი ვთქვით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულია, უბრალოდ შემოსავლები 40,000 ლარიან ზღვარი შემოსავლებში გაითვალისწინება ორივე
ორივე შემოსავალი, ის შემოსავალი იქ რო დაიბეგრა რაღაც საშემოსავლო გადასახადით, ჩვენ იმას აკრავებთ ბუნებრივი არ ვიბეგროთ საშემოსავლო გადასახადით, უბრალოდ ის წყარო შემოსავლის ოდენობა იქნება დაანგარიშებული, როდესაც აქ საქართველოში არსებული წყაროდან შემოსავალი იქნება მაგალითად რაღაცა 30000 ლარი, დაემატება თავის რეზიდენტობის ქვეყნის მიხედვით მიღებული შემოსავალი და თუ აჭარბებს 40-ან 100000, ორივე შემთხვევაში მოუწევს კონების გადასახადი. არც ერთ შემთხვევაში არ ღირს კანონის დარღვევა, მე ამას მივხვდი ამ ყველაფრით და ახლა გითხარით როგორ უნდა შევავსოთ, რა უნდა გავითვალისწინოთ, რა არ უნდა გამოგვჩეს, რაღაც სიახლეებიც გაქვთ როგორც ვიცი საიტზე და ეს ყველაფერი მოვიდა. კი, რა თქმა უნდა, დეკლარაცია ისება ელექტრონულად საიტზე, ვინც არ არის რეგისტრირებული, პირველად რეგისტრირდება, შეუძლია მიუსწრებათ ჩვენ სერვის ცენტრებში ვიდეო კოლ რეჟიმზე დარეკოს და მოახდინოს დისტანციური რეგისტრაცია და დეკლარაციის შევსება. ამისათვის ჩვენ გვაქვს ვიდეო რგოლებიც შესაბამისად საიტზე, რომ მარტივად მოისმინოს ახალმა დეკლარანტმა ისე ვთქვათ, ამ ძველმა გაიხსენოს როგორ დეკლარირდება, გვაქვს ტექნიკური დახმარების საშუალებები, შეუძლია როგორც აღნიშნეთ წეგან სატელეფონო ცენტრის მომსახურებით ისარგებლოს, მოიწეროს ჩატის მეშვეობით, დეკლარირებაც ხდება ელექტრონულად, გადახდაც ასევე მთავარია ვადა არ გამორჩეთ, რომ 15 ნოემბერი წელს შაბათს ემთხვევა და გადახდა შეუძლიათ 17 ნოემბრის ჩათვლით, ერთიანი სახაზინო კოდის ანგარიშია 10, 100, 1000 ყველასთვის უკვე კარგად ცნობილი, რომელიც ასევე საიტზე გვიდევს. ნიშნავენ ერთი რამე გაითვალისწინოთ, ვისაც ქონდა გასულ წელს დეკლარაცია წარმოდგენილი 24 წელს. მიმდინარე 25 წლისათვის იგივე მდგომარეობა აქვს, არ შეცვლილა არც ქონებრივი ქონება შემატები ან პირიქით გამოკლები ან შემოსავალი იგივე ზღვარში რჩება. შეუძლია არ წარმოადგინოს დეკლარაცია, საგადასახადო ორგანო ავტომატურად მოახდენს 25 წელს ამ დეკლარაციის გადმოტანას 25 წლის მონაცემების საფუძველზე. ერთადერთი უნდა არ გამორჩეს, რომ 15 ნოემბრამდე, ამ შემთხვევაში წელს უკვე 7 ნოემბრის ჩათვლით გადაიხადოს კუთვნილი გადასახადი იგივე ოდენობით, რაც ჰქონდა შარშან. გასაგები. ანუ კიდევ ერთხელ განსაზღვროთ, 1 ნოემბერს იწურება ვადა დეკლარაციის წარდგენის, მაგრამ გადახდის ვადა არის 17 ნოემბრამდე, ხო? დიახ, 1 ნოემბერის წელს შაბათს დაემთხვა, ანუ 3 ნოემბრამდე გადადის და 15 ნოემბერიც შაბათ-დღეს დაემთხვა, ისიც 17 ნოემბრის ჩათვლით გადადის კი, ორივე შემთხვევაში. კი ბატონო, მე მგონი მეტნაკლებად ამ მცურავი პასუხები მივიღეთ. დარწმუნებულია რომ კიდევ ბევრი კითხვა ექნება მაყურებელს, მაგრამ ნუ ვიჩქაროთ, მთავარია შევიდეთ საიტზე მეტნაკლებად ყველაფერი გასაგებია. და მთავარია რომ შევავსოთ კეთილ სინდისიათ დეკლარაციები 1 ნოემბრამდე და შემდეგ როგორც 3 ნოემბრამდე უკვე და 17 ნოემბრამდე გვექნება ვადა იმისთვის რომ გადავიხადოთ დაკისრებული გადასახადი. კი ბატონო. ძალიან მადლობა წარმატებას გისურვებთ. მადლობა, თქვენს